ახალი თაობის ტროლები, რომლებიც ადამიანებზე მეტად დამაჯერებლები არიან. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა Reddit-ზე ჩაატარეს ექსპერიმენტი და შექმნეს AI ბოტები, რომლებიც დისკუსიაში ერთვებოდნენ ისე, თითქოს რეალური ადამიანები იყვნენ. ზოგიერთი ბოტი თავს ასაღებდა როგორც გაუპატიურების მსხვერპლი, ზოგიც შავკანიანს, რომელიც BLM-ს ეწინააღმდეგებოდა. ზოგი კი ამტკიცებდა, რომ კონკრეტული ტიპის დამნაშავეები არ იმსახურებენ რეაბილიტაციას. ბოტებმა გაიგეს, ვის ესაუბრებოდნენ და არგუმენტები მოარგეს ამ ადამიანების ასაკს, სქესს, ადგილმდებარეობას და პოლიტიკურ შეხედულებებს. ამისთვის კი ისინი სხვა AI მოდელებს იყენებდნენ. შედეგად ბოტებმა ადამიანების აზრის შესვლა მოახერხეს დაახლოებით 45-დან 90%-მდე შემთხვევებში. მაშინ, როცა ადამიანების საშუალო მაჩვენებელი 15%-მდე იყო და აქ იწყება რეალური პრობლემა. ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ Reddit-ზე ბოტებთან კამათობდნენ. არც იმის ეთიკური საზღვრები ამ კაფეო, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენება манипуляციისთვის. ახლა კი წარმოიდგინე იგივე სტრატეგიით გაშვებული ბოტები Facebook-სა და Instagram-ზე. რეალური პროფილებით გვწერენ, გვეკამათებიან, აზრს გვიცვლიან და იმაზე ნაკლები რესურსი ჭირდებათ, ვიდრე ადამიან ტროლებს. ეს ტექნოლოგია შთამბეჭდავია, მაგრამ განვითარება გიჟური ტემპით მიდის. ჩვენ კი მოგვიწევს ვისწავლოთ სადგადის ზღვარი ინოვაციასა და манипуляციას შორის. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ზრდაში.